ქართული ღვინო მხოლოდ ქვეყნის სავიზიტო ბარათი არაა, ის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციაა. ბაზისა და ღვინის კულტურა დღესაც განუყოფელი ნაწილია საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის იმიჯისთვის. ზუსტად ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ ღვინის სფეროს ამერიკელი პროფესიონალები და მარკეტინგული კომპანია კოლანჯელო & პარტნერსის წარმომადგენლები. ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ამერიკელი ბაიერების და იმპორტიორების ტურს. მსგავსი ტურები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩამოსული სტუმრები, შტაბ-ტილები დატვირთული ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში და უზიარებენ ამ გამოცდილებას საბოლოო მომხმარებელს, იმ ხალხს, რომელიც მოიხმარს და აღფრთოვანდება ქართული ღვინით. სტუმრებმა კახეთის მარნები მოინახულეს, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული ქვევრის ღვინოები და გაეცნენ ადგილობრივ ტექნოლოგიას. ტურის ერთ-ერთი ნაწილი თბილისში გამართული მასტერკლასი და დეგუსტაციაც იყო, სადაც 16 ქართული კომპანიის ღვინოები წარადგინეს. I'm here from the Colangelo & Partners office. მე აქ ვარ Colangelo & Partners-ის ოფისიდან. ჩვენ თანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოს. ამერიკიდან 13 ადამიანია ჩამოსული, მათ შორის იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო სავაჭრო ობიექტების მფლობელები. ისინი ტეხასიდან, კალიფორნიიდან, ნიუ-ჯერსიდან, ნიუ-იორკიდან და ფლორიდიდან ქართული ღვინის დასაგემოვნებლად და შესაძენად ჩამოვიდნენ. სტრატეგიის მთავარი იდეა, რომელსაც ვახორციელებთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, არის ის, რომ წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალური ღირებულებები და ამ ადამიანებისგან შევქმნათ ქართული ღვინის მუდმივი ელჩები, რაც ხელშეუწყობს ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას ამერიკის ბაზარზე. კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ღვინის მწარმოებლებიც. კომპანიებისთვის ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ საკუთარი პროდუქცია სწორად გააცნონ სტრატეგიულ ბაზარზე მომუშავე პროფესიონალებს და გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ექსპორტზე. გავაცანით ჩვენი მარანი, დაყენების წესი, ის ტრადიცია, რასაც მივდევთ უკვე 8000 წელია. ჩვენ ღვინო ამერიკაში გაგვაქვს 2019 წლიდან. და ეს ბაზარი იზრდება და იზრდება. დავაგემოვნებთ დაახლოებით 6 სახეობის ქართული ღვინო, რომელიც დაყენებულია კახური ტრადიციული ტექნოლოგიით. ჯიშებით ქალწითელი ქისი, მწვანედ ქალწითელი საფერავი, რომელიც ასევე საბედნიეროდ იყიდება ამერიკულ ბაზარზე და აქაური დაგემოვნება აისახება, იმედი გვაქვს ასევე ამერიკულ გაყიდვებზე. ამერიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზრად რჩება. შესაბამისად, მსგავსი კამპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენაა მიმართული, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.